ახლა ნახე რომ ვინმე ნატალია ტყიმალაძეს მოუწერია ჩემს ერთ ვიდეოზე რომ მე უხედავო შენს გარდაცვალებას ხო და ნატალია და არა მარტო ნატალია ყველას ვისაც მსგავსი ემოციები აქვს შინაგანად და ეს ემოციები ეფრქვევა სიძულვილის იმისი რომ მე პირადად მისურვო სიკვდილი ან სხვა ნებისმიერ ადამიანს უსურვო სიკვდილი. ნახეთ რა მინდა გითხრათ. პირველ რიგში გამეღიმა, გამეცინა რაღაცა ძალიან ისეთი ბავშვური ინსტინქტი წამოვიდა თქვენგან და ამ დროს დასრული ადამიანი ხართ და უკვე უნდა გესმოდეთ ესეთი რაღაცეები. მეორე რიგში ეს ღიმილი შემაშრა სახეზე და აი როდესაც ვიგრძენი როგორ გიჭირთ, როგორ გტკივათ, როგორი უსიყვარულო ცხოვრება გაქვთ, როგორი დაცლილი ხართ ამ ემოციებისაგან და გწყურიათ და გაკლიათ აი რაღაცნაირი სევდა ვიგრძენი თქვენს მიმართ და სიბრალული. სადღაც გულიც მეტყინა, რომ ადამიანი, ზრდასრული ადამიანი იმდენად განიცდის უსიყვარულობას თავის მიმართ, უთანაგრძნობას, ანუ არანაირი თანაგრძნობა არ უგრძნია ამ ადამიანს არავის მიმართ, არავისგან, არავის არ ყვარებია და თავიც არ უყვარს და რა მძიმე მდგომარეობაშია. ნატალია, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა, რომ შეიყვარე საკუთარი თავი და ამის მერე გაჩნდებიან შენს ირგვლივ ადამიანები, ვისაც ეყვარები და გამოვა ეს სიძულვილი, ეს ბუღმა, ეს ტკივილი შენგან ამოიფრქვა. შენც ღვთისშვილი ხარ, უყვარ ხარ უფალს პირველ რიგში. შეიყვარე შენი თავი. ნუ გაიმეტებ თავს ესე, ხო? კი, რა თქმა უნდა, მოვკვდები მეც ჩემს დროზე, როდესაც მომიწევს ამ წუთის სოფლიდან გასვლის შამი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მე ამ მომენტის არ მეშინია, მართლა არ მეშინია, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ეს არის გარდაცვალება და სხვა ფორმაში, სხვა სამყაროში, სხვა რესურსებით მივალ და მოვალ. არა მაქვს ისეთი აღქმა ტრაგიკული ამოვლენის და მართლა გულით გისურვებ სიყვარულს, რომ იგრძნო რა არის ეს, იმიტომ რომ ადამიანად აქცევს არსება ადამიანს სიყვარული, ემპათია, აზროვნება, ხო? სიძულვილი, ბუღმა, შური, აგრესია, გესლი, ეს ამცირებს მას თვითონ და აპატარავებს და გამოდი ამ მდგომარეობიდან როგორც ღვთისშვილი. ამას გისურვებ. შენ ნათია შაი.